ქართული ოცნების ლიდერები გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას ნათქვამს, რომ რუსეთი იძულებული იქნება საქართველოს არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ იგი ევროკავშირში გაწევრიანდება. ქართული ოცნების წარმომადგენლები მარია ზახაროვას ამ განცხადებასა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკას ერთნაირად აფასებენ. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით და არ უყურებს იმას, ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აფასებს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება ვაჭრობას, არ ვიცი როგორც ხვდები, რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან, რუსეთს ამის სურვილი აქვს, თქვა მან. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიავოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი, ეს არის თბილისის პოზიცია ევროკავშირის მიერ პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისა და შექმნილი ვითარების მიუხედავად, დასცენს ვოლსკი. ზახაროვა მეტყობა აღარ დაამატა, რომ ევროკავშირისა და ნატოს სანაცვლოდ საქართველოს გაწევრიანდეს DST-ში და ევრაზიის კავშირში. ეს არის რუსეთისა და პუტინის ხედვა საქართველოსთვის, ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ზახაროვას განცხადებას. მისი თქმით, დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც პუტინის დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს. ზახაროვას განცხადება არის ძალიან მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რა დამართა ქართული ოცნების რეჟიმა ჩვენ სახელმწიფოს. ამის შესახებ ლელოძლიერი საქართველოს ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების გამო საქართველოს ყველა მეზობელი სახელმწიფო დაბალ ღობედ აღიქვამს. თურქეთში საპარლამენტაშორისო კავშირის გენერალური ასამბლეის 152 სხდომის კულუარებში კავკასიის რეგიონის 3 ქვეყნისა და თურქეთის პარლამენტების სპიკერებმა ერთმანეთთან ორმხრივი შეხვედრები გამართეს. ცნობილი ხდება, რომ თურქეთს საქართველოს აზერბაიჯანის ფორმატში სომხეთის დამატება განიხილება. ინიციატივა საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრისას გაჟღერდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ნუმან ქურთულმუშს. მან პაპუაშვილს უთხრა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას, რომ ამ მიზნით ერთობლივი ძალისხმევა უნდა გაიზარდოს, თურქეთ-საქართველოს აზერბაიჯანის სამხრივი მექანიზმი უნდა გაძლიერდეს, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებზე ყოვლის მომცველი მუშაობა შეიძლება განხორციელდეს ამ მექანიზმში სომხეთის შართვით. საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ცნობაში სომხეთზე აქცენტი არ არის, თუმცა წერია, რომ პაპუაშვილმა თურქ კოლეგასთან ისაუბრა საპარლამენტო კავშირების შემდგომ განვითარებაზე და რეგიონული საპარლამენტო ფორმატების შემდგომ გააქტიურებაზე. ბრიუსელი ევროკავშირს საბჭოთა კავშირში მიაქანებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერმა ბრიუსელი მთავარ ცენზორად მოიხსენია და ირწმუნებოდა, რომ მისგან მხოლოდ კონფრონტაცია, მითითება და დირექტივა მოდის. დიალოგი მათი სამუშაო არსენალიდან გამქრალია, აცხადებს პაპუაშვილი. პირველმა კანონმდებელმა დღეს ბრიუსელი საქართველოს მიმართ მტრულ პოლიტიკაშიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროკავშირს ჩვენი ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება სურს. ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო. ასე უპასუხა ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობისა და მათი დაუშალების შესახებ. ექს-პრემიერის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც დებატები ორ მხარეს შორის, რომელთაც სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, სრულდება ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის ზახილით. მისი თქმით, პოლარიზაცია ქვეყანაში ხელოვნურადაა შექმნილი. BBC-სგან ქართულ ოცნებას მეორე საჩივრის პასუხადაც უარი მოუვიდა. ინფორმაცია დღეს მედიას დაუდასტურა პარლამენტის თავმჯდომარემ. დემონსტრანტების ქიმიური ნივთიერებით სავარაუდო მოწამვლის ფაქტზე მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის გამო ოცნების გუნდი უკვე თვეებია ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ბოდიშს ითხოვს, მაგრამ ბოდიში არ არის. როგორც დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მესამე საჩივარს ამზადებენ, რომელიც ასევე BBC-ში უნდა შევიდეს. დღეს პარლამენტის სპიკერმა ბრიტანეთის სამართლებრივ სისტემას კოშმარი უწოდა და ბრძოლის გაგრძელება სტრასბურგის სასამართლოში დაანონსა. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძეა. როგორც მისმა უცხოელმა ადვოკატმა განაცხადა, ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ განაჩენის მიმართ ოპტიმისტურად იყოს განწყობილი. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა. ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ პროკურატურამ ჯაჭვი წარმოადგინა უამრავი რგოლით, რაც ადასტურებს დანაშაულს, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმა ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე გასული წლის 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიცია
პოლიციამ გელაუძილაური დააკავა, მას სასამართლომ უვადო პატიმრობა უკვე მიუსაჯა. მკვლელობიდან რამდენიმე თვეში პოლიციამ გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დააკავა, მათთან ერთად დაუსწრებლად წარადგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენპროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, რომელზეც ზებნაა გამოცხადებული. ირანის ძალებმა სულ მცირე სამ სამოქალაქო ხომალდს გაუხსნეს ცეცხლი ჰორმუზის სრუტეში, მას შემდეგ რაც თეირანმა გამოაცხადა, რომ გადასინჯავდა თავის გადაწყვეტილებას ამ მნიშვნელოვანი არხის გახსნის თაობაზე. ამის შემდეგ მოჯთაფა ხამენეიმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამხედრო საზღვაო ძალები მზად არის მტერს მწარე მარცხი მიაყენოს. სამივე თავდასხმას აღრიცხავს დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციათა უწყება, რომელიც გადაზიდვათა უსაფრთხოებას უწევს მელთვალყურეობას. ეს პირველი ასეთი ინციდენტია მას მერე, რაც 8 აპრილს ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შანტაჟი ვერ განხორციელდება. ტრამპმა ასევე დასცინა, რომ მიმდინარეობს კარგი საუბრები ირანთან და რომ დღის ბოლომდე გარკვეული ინფორმაცია იქნება. მანამდე სამეთვალყურეო უწყებები უწყებოდნენ რამდენიმე ხომალდის მხრიდან სრუტის გადაკვეთაზე, თუმცა ბევრ ხომალდს უკან აბრუნებდნენ. ირანის შეერაღებული ძალები აცხადებენ, რომ სრუტეზე გავლენა დაუბრუნდა უწინდელ მდგომარეობას და ის იმყოფება ირანის სამხედროთა მკაცრი მართვისა და კონტროლის ქვეშ. ირანი ლაპარაკობს ამერიკის მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე და მეკობრეობის აქტებზე ბლოკადის საფარველით. ბენიამინ ნეთანიაჰუ შოკირებული იყო დონალდ ტრამპის განცხადებით, რომელმაც ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. წერს გამოცემა აქსიოსი და დასცენს, რომ პრემიერ-მინისტრმა თეთრ სახლს განმარტებებით მიმართა. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ლიბანის შემდგომი დაბომბები აუკრძალა. მან ამერიკის დიდი ხნის მოკავშირის მიმართ უჩვეულოდ მკაცრი ტონი გამოიყენა და აღნიშნა, რომ ირანთან ნებისმიერი ამერიკული შეთანხმება ლიბანის კონფლიქტთან არ არის დაკავშირებული. ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს, ამერიკამ მას ამის გაკეთება აუკრძალა უკვე საკმარისია, დაწერა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ტერაქტი კიევის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოკლულია 6 და დაშავებულია 9. ლიკვიდირებულია მსროლელიც, იქამდე მან მძევლად 10-ობით ადამიანი აიყვანა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ ყველა გარემოება დგინდება. მედიის ინფორმაციით სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებული კაცი ეროვნებით რუსი 58 წლის დიმიტრი ვასილჩენკოვია, რომელიც ჯერ უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუთში, ბოლო წლებში კი კიევის გოლოსევსკის რაიონში ცხოვრობდა. ტერორისტი მუშაობდა ანექსირებული ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში და ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა. დედაქალაქ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინება, რომ 4 თვის ბავშვი მოიწამლა ნახშირორჟანგი თავდამსხმელის ბინაში მის მიერვე გაჩენილი ხანძრის შედეგად. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ უკრაინისკენ გაუშვა 219 დამრტყმელი დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს და გაანეიტრალეს 190 უპილოტო საფრენი აპარატი. აღირიცხა 28 დრონის მოხვედრა 17 წერტილზე და ნამსხვრევების ჩამოვარდნა 9 ადგილზე. ოდესის ოლქში გასულ ღამეს რუსეთის დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები, დაიჭრა 1 ადამიანი. ჩერნიგოვის ოლქში დრონით ენერგეტიკის ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა 380,000 მომხმარებელი. ზაპოროჟიეს ოლქში ბოლო დღეღამის განმავლობაში 46 დასახლებული პუნქტი დაექვემდებარა რუსეთის დრონების თავდასხმებს. იუწყებიან ოლქის მესვეურები, დაჭრილია სუმცირი 10 ადამიანი, აღირიცხა ნგრევა. ხარკოვის საოლქო პროკურატურა იუწყება, რომ 3 ადამიანი დაიჭრა რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად. ხერსონში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ადგილობრივი მკვიდრი, იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.